მამული გულით გიხმობთ შორეთიდან ახალგაზრდებო. თუ ჩემი წერლური ნაქმი უცნობია თქვენთვის, სახელი მაინც გაგეგონებათ ჩემი. შემეკითხებით, რატომ დავტოვე საქართველო, ჩვენი მამული და დედული ეგზო მშვენიერი და ტკბილი? ბოლშევიკები გაჰყვირიან, ხალხურ დემოკრატიას ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშია შანსი. დემოს ნიშნავს ბერძნულად ხალხს. მასასადამე ხალხური დემოკრატია ასე უნდა იკითხებოდეს, ხალხური ხალხოკრატია. ვამყარებთ დემოკრატიასო, უფრო მართალი იქნებოდა ეთქვათ, ვამყარებთ დემონოკრატიას. ეს არაა ხუმრობა. ადამიანისათვის უკანასკნელი საყრდენი უზენაესია ღმერთი. საბჭოეთში კი ყოველი რწმენა ზებუნებრივისა დადაღულია ლენინის ქეძაფის სიტყვით ტრუპოლოჟესტვო. ურები გვაქვს გამოჭედილი ხალხთა კეთილდღეობისათვის ვიბრძვითო. ამავე დროს ხალხს, როგორც ცოცხალს კრებულს, ბასრი დამით სახსრებს უსხიან. ხალხის ალაქსაკ მასაა გამეფებული, რომელშიაც პიროვნება, ეს უხთიერესი მოვლენა სრულიად ითქვეფება. არავითარი სახე აქ არაა და მასასადამე არავითარი სახიერი. დილითგან შვაღანემდე გაისმის, დავეწიოთ, გავუსწროთ. ხალხი წელზე ფეხში დგამს და ჭაპანჭყედაშია. ყოველი ცალკეული ნუმერია მხოლოდ და ნუმერი ნაკელი ასე წოდებულ სოციალისტური მშენებლობისათვის. ვამეტებ, დღევანდელი მოდგმა ნაკელად ეფინება ხვალინდელს. ხვალინდელი ასევე უნდა ეფინებოდეს მომავალს და ასე დაუსრულებლად. რაც ნოყიერდება ნაკელით, არის მხოლოდ კოლექტივი, ბნელი და უსახელო. ხალხისათვის რჩეული თავის თავს სწირავდა და როგორც გმირი სახელი მისი ნათელით იფინებოდა მთელი ისტორიის კიდეგანი. საბჭოეთში კაცმორეული სტახანოვეცი კოლექტივისათვის გაწირული ამოტივტივდება ხოლმე გაზეთის ფურცლებზე და ამ ფურცლებთან ერთად, რომელთაც სხვა მიზნისათვის ხმარობენ, ივიწყება ისე, რომ მისი სახსენებელიც აღარ რჩება. მცენარე იზრდება, ქართველთა გენია იტყვის მცენარე ხარობს. არის სიხარული საბჭოეთის მშენებლობაში, ძველად გლეხი თითქოს მზის თესლებით სავსე სიყვარულით უახლოვდება მიწას ვითარ ქმარი, რათა გაენაყოფიერებია მისი საშო. მიწა ნაყოფს გამოიღებდა მადლით, გლეხი სიხარულით წრებოდა. თუ მონახავთ ასეთს გლეხს, რომელიმე კოლმეურნეობაში, თუ გინდ ერთადერთს სიტყვა უკან წამიღია, ვერ მონახავთ. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავისუფალია. თავისუფლება ღვთიური ელემენტი ადამიანში. ვინა თავისუფალი საბჭოეთში? არა ვინ. იქ ყველაფერი აკრძალულია, რაიც არა ბრძანებული. ბრძანებელი დღეს რომ ერთი ბრძანებლობს, ხვალ იგი დასახვერად მიხავთ. ბერიას ხვედრი საბჭოეთში გამონაკლი არაა. იქ იგი ყოველდღიური მოვლენაა. დამხრეთ უშინდელი ბრძანებელისა შიშის ქარი ურბენ სახსრებში, ფიქრობენ რა, მათაც არ ხვდეთ ეს ბედი. არ არის ეს დემონოკრატია? შესაძლოა შემედავოთ ამ დებულების გამო. გარნა ვიცი, რომ სადღაც მიმაულ კუნძულში თქვენი არსისა დამეთანხმებით.
თან ხტობას მყისვე მიჩქმალავთ, რადგან შიში აგიყვანთ. მალული აზრი თქვენი რომ არ იქნეს ყურადღებული. საბჭოეთში კაც შიშის გამო მოსვენებით ვერც კი დაუძინია, ეშინია სიზმარში ბოდვით არ წამოწდეს გულნადები აზრი რაიმე. ასეთია საბჭოეთის სამოთხე. ეს სამოთხე მივატოვე და არა ნამდვილი სამოთხე, შეუდარებელი სამშობლო ჩვენი. მოწყვეტილი ვარ ჩვენს დედა მიწას, ხოლო შორეული ფესვებით მაინც მასთან ვარ. ეს ფესვებია უცხოეთში რომ მაცოცხლებენ. ქალნო და ვაჟნო ახალგაზრდებო, დღე არა თქვენზე და თქვენთვის არ ვფიქრობდე, ულაჩუყებული და თვალწრემლმორეული. ფიქრობ, თქვენში შეჭრილია ბოლშევიზმის გამხსნელი ძალა. თანვე ამასაც ვიგულვებ, რომ ეს შეჭრა ძირა ფენებს თქვენი არსისა ჯერ კიდევ არ წვდენია. თუ რა ეს ფენები, ამას ერთი მაგალითი ნათლივ დაგისახავთ. იყო ერთი ქართველი თავადი ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა, საქართველოს ბავშვობიდან იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როცა ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნეთაგან მოშვებული ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც. მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი. აი რა ძალის არიან ძირაფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისა. ეს რომ არ ვიცოდე, ამ სიტყვითაც არ მოგმართავდით. გულწრფელ იღეთ ყურად სიტყვა ესე, სიტყვა რომელიც წრფელი გულითგანაა წარმოშვებული და მამური გრძნობებით თქვენკენ მოშვებული. დაენდვეთ მხოლოდ და მხოლოდ ხმას იდუმალს ამ ძირაფენებითგან. იქა გულის ზგერა და მაჯის ცემა საქართველოსი, იქა გონმეტყველება მისი. ისმენთ ამ ხმას, თქვენში წამოიჭრებიან. წმინდა ნინო, რომელმაც ვაჟის ჯვარით გვაზიარა ქრისტეს ცნებას. დავით აღმაშენებელი, ფუძემდებელი საქართველოს ხელმწიფებისა. მეფე თამარ, მზიური შარავანდი ამ ხელმწიფებისა. ქეთევან დედოფალი, წმინდა ნინოს დობილი, წამებული ვაზის ჯვარისათვის. მე სიტყვენი დიდი კარდუსი ჩვენი მითიური თავრმდგენისა, იაკობ ხუცესი, გიორგი მერჩული, შოთა, საბა სულხან ორბელიანი, ილია აკაკი ვაჟა. წამოიჭრებიან თქვენში ძლევამოსილები და ხრებში ამართულთ, თქვენ ვერ აგძლევთ რა, იყვეს იგი თუგინ დემონური ძალა ბოლშევიზმისა. დაიმყენით სიტყვა ესე თქვენ ყმაწვინ გულებში. ახალგაზრდებო, ხალასნერგებო საქართველოს მომავალისა, გესმით? იხმობ ქართველი მწერალი, რომელსაც მწერლური გეზით ჯერ კიდევ მარჯით აქვს სამართული მარჯვენათი, მზიურ მეწამული ალამის საქართველოსი. ისმინეთ ხმა ჩემი და ჩემთან ერთად გადაზახეთ მშობლიურ მთაველებს. ზეგრძელ იყავს